მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ვებინარს, 2024 წლის ბოლო ვებინარი გახლავთ ეს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი მაია შაშვიაშვილი, ფსიქოლოგი, განათლების მეცნიერების დოქტორი და ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ქალბატონი მაია გახლავთ დისლექსიის საზოგადოების დამფუძნებელი და დირექტორი. შემდეგ ის უფრო ვცვლად გვეტყვის ამ ორგანიზაციის დასახელებას, როდესაც გაგვეცნობა და როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, ჩვენ დღევანდელი თემა გახლავთ დისლექსია. სწავლის უნარის დარღვევა, რომელიც არის ძირითადად დაკავშირებული კითხვის სირთულეებთან. და მოგახსენებათ, რომ კითხვა ეს არის უნარი, რომელიც ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე გვჭირდება, ეს არის საბაზისო უნარი. შესაბამისად, ეს სირთულეები, რომელიც ახლავს დისლექსიას, ყველაზე მეტად არის ხოლმე შესამჩნევი, რა თქმა უნდა, სასკოლო ასაკში. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ვებინარი საინტერესო იქნება მშობლებისთვის, თვითონ იმ პირებისთვის, სხვათა შორის, რომელთაც აქვთ დისლექსია აუცილებლად, იმიტომ რომ ზუსტად ცნობიერების ამაღლება თვითონ დისლექსიის მქონე პირებისთვის არის ერთ-ერთი აუცილებელი და პრიორიტეტული საკითხი და გამოწვევა დღევანდელი მსოფლიოსთვის, რომ მათ თვითონ შეძლონ საკუთარი უნარების ადვოკატირება. საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებისთვის, პროფესიული მასწავლებლებისთვის, ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიან სტუდენტებს, რადგან მოგახსენებათ, რომ დისლექსიის შემთხვევაში ინტელექტის კოეფიციენტი არის ნორმის ფარგლებში ან მაღალიც კი, რაც აძლევს შესაძლებლობას აბიტურიენტებს, რომ რა თქმა უნდა, ბეჯითი მუშაობის შედეგად და შესაბამისი სტრატეგიების შედეგად მოემზადნონ და ჩააბარონ ხოლმე უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ იქ ასევე დიდი მოცულობის მასალის დამუშავებად შესაძლოა იყოს გარკვეული გამოწვევა კითხვის უნარის სირთულეებისა და დასწავლის უნარის სირთულეების შემთხვევაში და ამიტომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ მასწავლებლებმა, მშობლებმა, ლექტორებმა თუ ასე შემდეგ ერთის მხრივ ჩვენ უნდა ვიცოდეთ გარკვეული მხარდაჭერის სტრატეგიები და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოსწავლემ, თვითონ სტუდენტმა იცოდეს რა არის ის მხარდაჭერის სტრატეგია და რა არის მისთვის შესაბამისი აკომოდაცია თუ დახმარების შესაძლებლობა, რაც მას ეხმარება დიდი მოცულობის ასაკითხი მასალების დამუშავებაში. სხვათა შორის დისლექსიაზე არსებობს ძალიან ბევრი მითი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს სმენია ეს სიტყვა, სამწუხაროდ ზუსტი შინაარსი მისი ნაკლებად არის ხოლმე ცნობილი და ასოცირებას აკეთებენ დისლექსიისას ისეთ მდგომარეობებთან, რასთანაც არ აქვს მას კავშირი, მაგალითად ინტელექტუალური დარღვევა საერთოდ არ არის და დისლექსია არ არის ერთი და იგივე. ამიტომ ამ შეცდომას, რომ ეს ორი მდგომარეობა რატომღაც გონიათ ხოლმე ერთი და იგივე, ძალიან ხშირად უშვებენ მშობლებიც ამ მასწავლებლებით და ამიტომ რა თქმა უნდა ეს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან, ხო? ასე რომ ყველაფერი ამაზე უფრო კარგად, თანმიმდევრულად და პრეზენტაციის სახით გვესაუბრება ქალბატონი მაია, ეს იყო უბრალოდ შესავალი, ეს იყო უბრალოდ რაღაც გამოწვევა, მე რაც მოგახსენეთ დისლექსიასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა. ამიტომ მე გადავცემ სიტყვას ქალბატონ მაიას, რომელსაც აქვს გაზიარებული უკვე შესაბამისი სლაიდები, პრეზენტაცია და ამ პრეზენტაციის შემდეგ უკვე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ დასვათ შესაბამისი შეკითხვები იმ თემატიკიდან გამომდინარე, რაც იქნება განხილული მაიას სიტყვაში. მოგესალმები მაია და სიამოვნებით გითმობ მიკროფონს. მოგესალმებით, მადლობა თამუნა. მოგესალმებით ყველას და სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. დღეს ვისაუბრებ დისლექსიის შესახებ, როგორც ეს თამუნამ ბრძანა და დისლექსიის განმარტებას შემოგთავაზებთ ორი სახით. თამუნამ თქვა, როგორი მნიშვნელოვანია დისლექსიის განმარტებაც, ხო? პირველ შემთხვევაში განმარტებას მოგაწვდით მოკლედ, მეორე შემთხვევაში უკვე ვრცლად. მოკლედ დისლექსია არის კითხვის სირთულე, მაგრამ მხოლოდ კითხვის სირთულე არ არის და არც მხოლოდ ასოების შებრუნება. ის ბევრად მეც მოიცავს, ვიდრე ეს ორი დასახელებული. ამას ადასტურებს პროფესორი ჯონ სტეინიც ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.
ტერმინი დისლექსია პირველად გერმანელმა ოფთალმოლოგმა შეამჩნია. აღმოაჩინა, რომ ზრდასრული პაციენტების ერთი ნაწილი ცუდად კითხულობდა იმის მიუხედავად, რომ მხედველობის პრობლემა არ ჰქონდათ. დისლექსიის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 1925 წელს, როდესაც სამუელ ორტონმა, ნევროპათოლოგმა, თავისი ნაშრომი წარმოადგინა ამის შესახებ. Აი შემდეგ უკვე დაახლოებით 20 წელიწადში ჩნდება კიდევ ერთი ნაშრომი ბრიტანელი მეცნიერის, რომელიც უკვე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობს იმის შესახებ, რომ ყველა ბავშვი, რომელსაც კითხვის პრობლემა ჰქონდა, სწორი სწავლების შემთხვევაში ამ პრობლემას გადალახავდა. ეს ალბათ კარგი დასაწყისია, როდესაც დისლექსიაზე ვსაუბრობთ. მინდა რომ ასე პოზიტიურად გავაგრძელოთ დისლექსიის ირგვლივ ფიქრი. პირველი მოსწავლე კი, რომელსაც დისლექსიის დიაგნოზი დაუდგინდა, გახლდათ მარტინ ატლე და ეს იყო 1942 წელს. ამ უნდა უკვე ახსენა, რომ დისლექსია არის სწავლის სპეციფიკური დარღვევა. დიახ, სწავლის სპეციფიკური დარღვევის ერთ-ერთი სახეა და თქვენ შეიძლება სწავლის სპეციფიკური დარღვევა სინონიმების სახითაც შეგხვდეთ ლიტერატურაში, შეიძლება წაწყდეთ როგორც სწავლის დარღვევას, ან სწავლის უნარის დაქვეითებას, ან დასწავლის უნარის დარღვევას და დაქვეითებას და ასე შემდეგ. თვითონ სწავლის სპეციფიკური დარღვევა ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელიც მოიცავს აკადემიური უნარების ათვისებისა და გამოყენების სირთულეებს. ეს სირთულეები ვლინდება როგორც კითხვაში და მას დისლექსიას ვუწოდებთ, ასევე წერაში, დისგრაფია და არითმეტიკული სირთულეებიც დისკალკულია. დასწავლის უნარის დარღვევა ძირითადად თავს იჩენს სკოლის ასაკში და იმისდა მიუხედავად, როგორი მიზანმიმართული დახმარება იქნა გაწეული მოსწავლისთვის, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი 6 ძირითადი სირთულე. დიაგნოზისთვის სწორედ ამ სირთულებზე ვამახვილებთ ყურადღებას და პირველი გახლავთ. კითხვის სირთულე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს არასწორი, ნელი და დიდი ძალისხმევით კითხვაში, წაკითხული შინაარსის გაგების სირთულე, სწორად წერის მარტწერის სირთულე, წერილობით აზრის სწორად გამოხატვის სირთულე, გრამატიკული პრობლემები ჩნდება, რიცხვის ცნებების გაგების კალკულაციის სირთულე და ასევე მათემატიკური აზროვნების სირთულე. როგორც აქედანაც ჩანს, უკვე პირველი 4 დისლექსიას ეხება და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ სწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ადამიანების დაახლოებით 80% დისლექსია აქვს. აქ ცოტა მეტიც შემიძლია გაგიზიაროთ, თავად სწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ადამიანები, თურმე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების 35%-ს წარმოადგენს. უკვე ხვდებით, ხო, რამ ხელა რიცხვზეა საუბარი, როდესაც საკითხი ეხება დისლექსიას, კითხვის სირთულეს. მოსახლეობის 20%-ს აქვს თურმე და ბოლო მონაცემების მიხედვით მოსწავლეების 17%-დან გვხვდება. ეს ჩვენ სკოლაში 20 ბავშვისაგან შემდგარ კლასზე რომ გადავიანგარიშოთ, დაახლოებით 1 ან 60 ბავშვს მოიცავს, ხო? გამოდის, რომ ასეთ კლასში შეიძლება მინიმუმ 1 და შესაძლოა 3-4 ბავშვიც კი იყოს კითხვის სირთულით. დიახ, კითხვის სირთულები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ამას ვინმე ფიქრობს. ეს პრობლემა წეგანაც ითქვა და გავმეორდები, რომ არ აიხსნება ინტელექტუალური დარღვევით. არც ვიზუალური და სმენით სირთულებით, არც სხვა ფსიქიკური ან ნევროლოგიური დარღვევებით, არც ენის ცოდნის დაბალი დონით და არც არასაკმარისი სწავლებით. ენის ცოდნის დაბალი დონის შესახებ ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს, ვინაიდან ზოგჯერ ჩვენ საზოგადოებაში ისმის ხოლმე, რომ კითხვის სირთულის მქონე ბავშვების ერთი ნაწილი ქართულად უფრო ცუდად საუბრობს, ვიდრე ინგლისურად და უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ცოდნის დაბალი დონე გამსაზღვრელი არ არის დასწავლის სირთულის და სხვათა შორის აი ეს სწავლის სპეციფიკური დარღვევა არც არასაკმარისი სწავლებით არაა გამოწვეული. მით უფრო არც იზარმაცით. ამის აღნიშვნაც ღირს, ვინაიდან ხშირად ჩვენ საზოგადოებაში ისმის, რომ ეს ბავშვები ზარმაცები არიან. სინამდვილეში ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ კითხვის უნარის განვითარებაში. დისლექსიის ორი ძირითადი ტიპი არსებობს, განვითარების დისლექსია, რომელიც არის თანდაყოლილი და ყველაზე გავრცელებული ფორმა, ამ საკითხზე, ამ განვითარების დისლექსიაზე ვისაუბრებთ დღეს და არსებობს შეძენილი დისლექსია, როდესაც ადამიანი რაღაც ნევროლოგიური დაზიანების შედეგად კარგავს კითხვის უნარს. და მაინც რა არის დისლექსია? დისლექსია არის სირთულე, რომელიც ვლინდება კითხვაშიც, მართლწერაშიც და უფრო ზუსტად თავს იჩენს ისეთ სირთულებში, როგორც არის სიტყვების დაკითხვის სიზუსტე, სწრაფად და გამართულად კითხვა,
წაკითხulis გაგება გააზრება. ეს სამი ძირითადი რამ შეიძლება პრაქტიკაში კითხვის უნარის დაუფლებისას გამოვლინდეს ისეთ სირთულეებში, როგორიც არის ასოების არასწორად ასოს ან ასოების არასწორად წაკითხვა, ასოების გადანაცვლება, გამოტოვება, დამატება სიტყვაში ასოების, სიტყვების გამოტოვება წინადადებაში, სტრიქონის გამოტოვება, ლექსიკური მარაგის სიმწირე, წაკითხული შინაარსში წვდომის სირთულე და ასე შემდეგ. ამას გარდა მისი დამახასიათებელი ნიშნები არის ფონოლოგიური ცნობიერების, ვერბალური მეხსიერების და ვერბალური დამუშავების სიჩქარის სირთულეები. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მოსმენილი მასალის გააზრებაზე, დამახსოვრებაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსწავლის სწავლისა და სწავლის ხარისხზე და წიგნერების უნარის განვითარებაზე. მე პრეზენტაციაში ჩავთე სურათები, ნამუშევრები უშუალოდ სპეციალურ ნამუშევრები მოსწავლეების და პირველ სურათზე თქვენ ხედავთ, რომ თავდაპირველად და შემდეგ ის გადააკეთა. ვიზიტის შემდეგ დაფაზე დაწერა ჩემი სახელი. დიახ, აქ წერია მაია. მაია ჩემი სახელია, მისი ავტორი კი გახლავთ კითხვის სირთულის მქონე მოსწავლე. შემდეგ სლაიდებზე თქვენ ნახავთ, როგორ შეცვალა მან ეს შეცდომები. დისლექსია შეიძლება იყოს კომორბიდული სხვა დარღვევებთან და შეიძლება შეხვდეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომთან. აღმოჩნდა, რომ კითხვის სირთულის მქონე ბავშვების 25-40%-ს ასევე აქვს ADHD და პირიქითაც ADHD-ის მქონე ბავშვებს დაახლოებით 25%-ს აქვს დისლექსია. დისლექსიის სირთულეები შეიძლება გამოვლინდეს ასევე ენის პრობლემებში, მოტორული კოორდინაციის პრობლემებში, რაც არც თუ ისე იშვიათია და შეიძლება გამოვლინდეს ასევე ორგანიზაციული უნარების განვითარების სირთულეშიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრი დისლექსიის მქონე ადამიანი არის წარმატებული, თქვენ იცით არაერთი მაგალითი და ეს ადამიანები ძალიან ძლიერ მხარეებს ავლენენ შემოქმედებით სფეროებში, მსჯელობის დროს და შეიძლება ითქვას კომპიუტერულ მეცნიერებებშიც. ერთი მიზეზი დისლექსიის არსებობის არ არსებობს. დღემდეც დაობენ დისლექსიის დიაგნოსტირების ნაწილში თუ რა სირთულეები იქნას გათვალისწინებული. დისლექსიის ნეირობიოლოგიური პროფილი კი მიუთითებს, რომ ნეირონები, რომლებიც ქმნიან ბილიკებს ტვინის იმუბნებს შორის, რომლებიც ჩართული არიან კითხვის პროცესში, არ არიან სათანადოდ განვითარებული, არ მოძრაობენ შესაბამისი დანიშნულებით. აი ეს ნეირობიოლოგიური პროფილი ასევე მიუთითებს იმის შესახებ, რომ არსებობს ორი უბანი, ძირითადად მას ვრცელდება სწორედ ის დატვირთვა, რომელიც კითხვის უნარის განვითარებას სჭირდება და ეს არის ვიზუალური და ფონოლოგიური უნარი. ამ უნარებზე დაყრდნობით შეიქმნა ორმაგი დეფიციტის თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ძირითადად ამ უნარების განვითარებაზე ვიმუშაოთ, შესაძლოა სწორედ კითხვის უნარის განვითარებაში სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ ბავშვს. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ზოგჯერ ჩვენ საზოგადოებაში გვესმის, რომ მაგალითად პირველი კლასის ბოლოს თუ ხილს და ძილს ვერ არჩევს ბავშვი, ან შ და წ ეშლება, ეს არაფერია, დაძლევს, დიახ, შესაძლოა რომ დაძლიოს, თუმცა თავის შეკავება ამ დროს ჩარევისაგან ნამდვილად შეიძლება არ იყოს სწორი. იმის გათვალისწინებითაც, რომ ზოგჯერ მესმის 8 წლამდე დიაგნოზის დასმისაგან თავის შეკავება ჯობს, შეიძლება ერთ სიტყვით ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ და აი ეს კითხვის ნიშანი ორმაგი დეფიციტის თეორიით ავხსნათ. ვიზუალური და ფონოლოგიური უნარები არც 8 წლის ასაკში იწყებს არსებობას, არც 6-7 წლის ასაკში სკოლის მისვლისას. ის ბევრად ადრე იწყებს ხო განვითარებას. შესაბამისად, თუ ამას დავაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ადრეული ნიშნების დიაგნოსტირება, შეფასება მოვახდინოთ დისლექსიის, არამედ პრევენციული ღონისძიებებიც გავატაროთ. მარჯვენა მხარეს სურათზე თქვენ ხედავთ, რომ ჩემი სახელის დაწერა ხელმეორედსა და ბავშვმა მე მიზანი არ მქონია სახელის დასწავლის, პირველი მისი ემოცია იყო, შემდეგ კი ვინაიდან ძალიან ხშირად უჭირთ ხოლმე ას და ის გარჩევაც ბავშვებს კითხვის სირთულით, ხო, მათ შორის სიტყვებში, სადაც ხშირად გამოიყენება ა და ი, ჩემი სახელიც მოხდა. და აქ უკვე ხედავთ, რომ უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვა მან, ვიდრე დაფაზე დაწერისას. კითხვის პრობლემები დიახ იწყება სკოლამდელ ასაკშიც და აი ასეთი ნელი და შრომატევადია
რთულია წინსვლა, თუმცა წინსვლა პრაქტიკულად თუ სწორად ჩავერევით გარანტირებულია. გვერდზე ქვემოთ ჩანს კიდევ ერთი ნაწერი, ერთიგივე წინადადება ბავშვმა სამჯერ დაწერა და თქვენ ხედავთ, როგორ ნელა-ნელა ცვლიდა ის უკეთესობისკენ აი ამ წინადადებების დაწერას. ნამდვილად არ არის მათთვის ეს პროცესი ადვილი. მე მოგიტანეთ წინადადებები, რომლებსაც იყენებენ ბავშვები თავიანთი განცდებისა და ემოციების გაზიარებისას. მაგალითად, ერთ-ერთი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე დიდი სირთულე იყო მოტივაციის არ ქონა, რომ დამჯდარიყო და სხვა დაეწყო. ოცნებამ ჰქონდა ჩქარა წამეკითხა კლასელების მსგავსად. 2-3 ფურცელზე მეტი არასოდეს წამეკითხავს. მისთვის ასეთი რთულია კითხვის პროცესი. არ ვკითხულობ, ზიზღი მაქვს და ვცდილობ სხვა გზას მივმართო. სხვა გზას სხვებიც მიმართავენ და ერთ-ერთმა ასეთი რამაც მითხრა, ხმის ჩამწერი რომ არ გქონდეს, დაღუპული ვიქნებოდი. ხო, ეს იმისთვის, რომ გავუგოთ მათ კარგად, თუ რას განიცდიან ისინი კითხვის სირთულის არსებობის შემთხვევაში და ალბათ ამის შემდეგ გაგვიჭირდება მათ ზარმაცები დავარქვათ, ხო? მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დავიწყოთ მათი მხარდაჭერა, წეგან ამის დასაბუთებას ვცდილობდი და კვლევებიც გვეუბნება იმის შესახებ, რომ თუ დისლექსიის მქონე მოსწავლის დახმარება 11 წლამდე გადაიდო, ის რთულად დაეწევა თანაკლასელებს კითხვაში. ხოლო 75% იმ მოსწავლეების, რომლებიც მესამე კლასში ცუდად კითხულობდნენ, ისინი შესაძლოა იყვნენ ცუდი მკითხველები მე-9 კლასშიც და მოზარდობაშიც. და მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ კითხვას ადეკვატურად, ისინი სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშაც იმყოფებიან. არის სხვადასხვა ტიპის არცთულსასრუელი კვლევების, არცთულსასრუელი შედეგები კვლევებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჯობია პოზიტიურ შინაარსებზე გავამახვილოთ ყურადღება და ამისთვის გეტყვით, რომ ის ნამდვილად დაძლევადია და ცხადია, რაც უფრო ადრე ჩავერევით, ამით უფრო ადრე დადგება პროგრესი. პროგრესს რაც შეეხება, თქვენ კიდევ ერთ მაგალითს ხედავთ ახლა პრეზენტაციაში. ორი ნაწერია, ერთი და იგივე მოსწავლის, ეს არის მისი ქართულის მასწავლებლის მიღწევა. და დამიდასტურებთ ალბათ თქვენს, რომ თუ არა მასწავლებლის სწორი სათანადო მხარდაჭერა, პროგრესი მხოლოდ დამხმარე სპეციალისტებისგან შეიძლება ძნელად იყოს მიღწეული. ამას პრაქტიკულად მარტო მიაღწია ქართულის მასწავლებელმა. დიაგნოსტირების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის შეფასებაც. დიაგნოზს დისლექსიის ფსიქიატრი სვამს და დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება საქართველოში ტესტი RAT-4. ფსიქიატრი ბუნებრივია მოიკითხავს ოჯახურ ისტორიას, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ხშირად ხვდებით ხოლმე, რომ ოჯახში მშობლებთანაც შესაძლოა ბავშვობაში იყო კითხვის სირთულე. ეს ისტორია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის მდგომარეობას და დიაგნოსტირების გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნეიროფსიქოლოგის შეფასება, ფსიქოლოგის შეფასება ფსიქოემოციური მდგომარეობის ბავშვის და როგორც წეგან აღვნიშნე, პედაგოგიური აკადემიური ისტორიის განხილვა ბავშვის მის პედაგოგებთან ერთად. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ასე ბევრი სპეციალისტი ჩაერთოს და თანაც დროულად, ამის მიუხედავად მართლაც შეიძლება დასრულებთან დაგვრჩეს ჩვენ მაინც ნეგატიური დამოკიდებულება წასაკითხი მასალის მიმართ. და შესაძლოა ასევე გქონდეს ადგილი, რომ უჭირდეს ადამიანებისა და ადგილების სახელების დამახსოვრება, სიტყვების გახსენების სირთულე, სალაპარაკო ლექსიკა შეიძლება იყოს მწირი. მოკლე ჩანაწერების გაკეთების სირთულე შეიძლება დარჩეს დასრულ ადამიანს. წერილობითი ტექსტის შექმნის სირთულე და ასევე თანმიმდევრობის დამახსოვრების სირთულე. და იმის გათვალისწინებით, რომ მართლაც მნიშვნელოვანია დროულად დავახმაროთ ბავშვს, შემოგთავაზებთ დღევანდელ პრეზენტაციაში პირველად ნიშნებს დისლექსიის ამოსაცნობად და მეტიც გაგიმზადეთ კლასების მიხედვით ის სიმპტომები, ის ნიშნები, კრიტერიუმები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს სწავლის პროცესში. თავდაპირველად მაინც საყურადღებოა ის, რომ
მოსწავლე შეიძლება სწავლის პროცესში დაღლილობის, უხასიათობის განცდა ჰქონდეს. ეს შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით იყოს, ხო, განპირობებული, მაგრამ თუ ამჩნევთ, რომ ეს მაინდა-მაინც კითხვასთან არის კავშირში, მე გთხოვთ, რომ ეს უყურადღებოთ არ დატოვოთ. ზოგჯერ შეიძლება გაკვეთილზეც თავი დადოს მაგიდაზე, შეიძლება გაცილებით დიდი დრო დაჭერდეს წასაკითხი მასალის გასაცნობად, ხო? და ის ცდილობდეს, რომ იგივეს მოусმინოს აუდიალური სახით, ხო? და შეიძლება ზოგჯერ ამბობდეს კიდეც თავის თავზე, რომ ის სულელია. როდესაც ამ სიტყვას ვწერდი პრეზენტაციაში, ცხადია გრძნობდი უხერხულობას, მაგრამ ვარჩი მომეტანა ის თქვენამდე, იმიტომ რომ ამ სიტყვას ზოგჯერ ხვდებით ხოლმე მათ განცდებში საკუთარი თავის შეფასებისას. რეალურად ნაწერები ალბათ გიქმნით სურათს, რომელიც თან ახლავს პრეზენტაციას, თუ რა პროცესებს გადიან ბავშვები წერის დროს. აი, აქაც ამ სურათში ჩანს, რომ მოსწავლე წერს ასო ნ-ს. ეს არის ნ და მის წარმოსახვაში ნ-ს ასეთი ფორმა აქვს ჯერ მეცადინეობის დასაწყისში. და როგორც გითხარით, ეს ყველაფერი დაძლევადია და ეს მოსწავლეები კიდევაც ძლევენ ამას. ამის დამადასტურებლად ალბათ თქვენს გექნებათ მაგალითები. როგორ შეიძლება ამოვიცნოთ დისლექსია, ან კითხვის სირთულე სკოლამდელ ასაკში. შეიძლება იყოს მეტყველების დაგვიანება, რითმების გაძლიერება და ლექსების დამახსოვრების სირთულე, სიტყვების წარმოთქმის სირთულე, სიტყვების მცირე ნაწილებად დაყოფის სირთულე, ცუდი სმენით მეხსიერება, ვერ იმახსოვრებს სიმღერებს, ახალი ლექსიკის შეძენის სირთულე, შესაბამისი სიტყვების გახსენების შეუძლებლობა და ასევე ასოების და რიცხვების დასახელება. ამავე დროს ნაბეჭდი ტექსტისადმი შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება არ დავტოვოთ უყურადღებოდ. აი, პირველიდან მესამე კლასამდე უკვე შეიძლება შევხვდეს სიტყვების მცირე ნაწილებად დაყოფის სირთულე, მაგალითად ზოგჩანთა რომ შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. ასევე სიტყვაში ბგერების ამოცნობისა და манипуლირების სირთულე. მაგალითად, კაცი ჟღერს როგორც კ, ა, ც და ი, ხო? ამდა სკოლას თუ გამოვაკლებთ ასო სლს, დარჩება კოლა. ამდა ტკბილს თუ გამოვაკლებთ ასო ტლს, დარჩება კბილი. გარდა ამისა, შეიძლება მას ჰქონდეს სახელების, ასოების სახელების დამახსოვრებისა და ბგერების გახსენების სირთულე, კონტექსტის გარეშე სიტყვის შინაარსში წვდომის სირთულე, მართულწერილი სირთულეები შემოდის უკვე აქ ამ ასაკში და შეიძლება ხშირად იმეორებდეს სიტყვას წერის პროცესში. ეს მას ეხმარება, რომ სწორად დაწეროს სიტყვა. ნახოთ, უკვე მეოთხე კლასიდან მეექვსე კლასამდე ეს სირთულეები რაში შეიძლება ვლინდებოდეს. ხმამაღლა კითხვის სირთულე. ამასაც ჩვენ ხშირად ხვდებით, ხო, მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც გვეუბნებიან, რომ ბავშვი არ კითხულობს კლასში, ან თუ კითხულობს, ხმადაბლა კითხულობს, ხო? აქ დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს დამოკიდებულებას მისი კითხვის უნარის მიმართ. თავს არიდებს კითხვისაგან, უნებრივია ეს, განსაკუთრებით ისეთი კითხვის პროცესისაგან შეიძლება თავის არიდება, სადაც რომელიც სიამონებას მიანიჭებს. აინტერესებს წიგნი, მაგრამ მისი წაკითხვა იმდენად რთულია, რომ ეს უკვე სიამონებას აყარგვის. მან შეიძლება ჰქონდეს კითხვა ნელი, არაზუსტი და პროსოდიკაც არ ჰქონდეს სათანადოდ გამოხატული. შეიძლება ჰქონდეს უცნობი სიტყვების გაშიფვრის სირთულე და მას კითხულობდეს დამარცვლით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ისევ ლექსიკის სიმცირეს იწვევს და უფრო მეტიც ისინი ძალიან მოხერხებულად ცდილობენ ხოლმე, რომ დიდი სიტყვები პატარა სიტყვებით ჩაანაცვლონ სინონიმებით, მაგალითად სიტყვა უზარმაზარისად, ნაცვლად სიტყვა უზარმაზარისად დაწერონ სიტყვა დიდი. ცდილობენ არა წაიკითხონ, არამედ მოусმინონ მასწავლებლებს, თანაკლასელებს და ისე დაიმახსოვრონ ინფორმაცია. ნაცვლად წაკითხვის. მეექვსედან საშუალო სკოლის დასრულებამდე. უფრო მეტი მოცულობის დასაკითხი მასალა აქვთ ბავშვებს და მათ აქვთ სწორედ აი ამ დიდი მოცულობის გამკლავების სირთულე. ასევე აქვთ იმედგაცრუება, კითხვაზე დახარჯული დროისა და ენერგიის გამო, იმიტომ რომ ტანჯველი განცდებია მათთვის ეს, გამართულად კითხვის სირთულე ისევ არის ამ ასაკშიც, კონტექსტის გარეშე წინადადებაში უცნობი სიტყვების გაშიფვრის სირთულე, წერითი დავალებების გაძნელება, კითხვისაგან თავისარდების ტენდენცია და უცხო ენის სწავლების სირთულე. ეს ყველაფერი არ არის. მე ახლა ყურადღებას ვამახვილებდი კითხვის უნარის განვითარებაზე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა
ამ დარღვევის შემთხვევაში. დეპრესია ხშირი გართულებაა დისლექსიის დროს. ერთ-ერთი ცნობილი ავტორი, რომელიც ამაზე საუბრობს, არის ორტონი და ის წერს, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვების უმრავლესობა სკოლაში როცა შედის, ის არის ბედნიერი. მანამ სანამ ისინი კითხვის სწავლას შეუდგებიან. მერე მათი იმედგაცრუება ნელა-ნელა მატულობს, მას შემდეგ რაც ისინი აღმოაჩენენ, რომ კლასელები ჯობნიან კითხვის უნარში. ეს ბავშვები მიდრეკილი არიან დაადანაშაულონ თავიანთი თავი იმ წარუმატებლობაში და ამიტომაც ხო ზოგჯერ მათ შეიძლება თავის თავს უწოდონ ასულელები. მნიშვნელოვანია, რომ ავუხსნათ ბავშვებს, რომ დისლექსია არის მისი თავისებურება და არანაკლი. ოღონდ ეს ჯერ ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, ოღონდ ეს ჯერ ჩვენ უნდა გავიაზროთ, ხო ჩვენ უნდა შევიმეცნოთ, რომ ეს არ არის ნაკლი და ეს არ არის მდგომარეობა, რომელსაც ვერ დავძლევთ. კითხვის სირთულე დისლექსია მართვადია და როგორც წეგან უკვე ვახსენეთ, დასრულებთან მხოლოდ გარკვეული სირთულებით მცირე და შეიძლება გამოხატული იყოს. მნიშვნელოვანია ბავშვების დამოკიდებულება შევცვალოთ თავიანთი მდგომარეობის მიმართ და ამიტომ ზოგჯერ საჭიროა ავუხსნათ რა არის დისლექსია, რა აწუხებთ მათ და როგორი შეიძლება იყოს მათი მომავალი. საქმე იმაშია, რომ ესე კვლევები საუბრობს ამის შესახებ, ტიპიური განვითარების მქონე მოსწავლეები, როდესაც წარმატებას აღწევენ, თავიანთ საკუთარ ძალისხმევას აბრალებენ ამას. დისლექსიის მქონე მოსწავლეები კი თუ წარმატებას აღწევენ, ბედის წერას მიაწერენ ამას და არა თავიანთ შესაძლებლობას. და თუ მარცხ ხდებიან, როგორც უკვე ვთქვით, ისინი ხო თავიანთ თავს სულელებად მოიაზრებენ. დისლექსია არ ნიშნავს, რომ სულელი ხარ, შეგიძლიათ უთხრათ ბავშვებს. უბრალოდ შენ სხვადასხვანაირად, ჩვენ ყველა სხვადასხვანაირად ვსწავლობთ, შენ სხვანაირად ვსწავლობ, ხო? შენი კლასელი სხვანაირად და ასე შემდეგ. შენ გაქვს ისეთი უნარები, რომელიც ბევრ ადამიანს სხვას არ აქვს. დისლექსიის მქონე მოსწავლეების სწავლება მართლაც რთულია, მაგრამ აი კიდევ ერთი კვლევა მაქვს აქ მოყვანილი შულცის, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა. კვლევები ვარაუდობს, რომ არასრულფასოვნების ეს გრძნობა, რომელიც დისლექსიის მქონე ბავშვებთან ჩვენ გვხდება, 10 წლის ასაკში ვითარდება და უკიდურესად ძნელია დაეხმარო ბავშვს პოზიტიური თვითშეფასების განვითარებაში ამ ასაკის შემდეგ. ამიტომ ალბათ სასურველია, რომ ეს ეტაპი ხელიდან არ გავუშვათ. დეპრესიაზე ვსაუბრობდი და ეს სურათი ერთ-ერთმა მოსწავლემ მომაწოდა. ის მესაუბრებოდა სიზიფეს მითზე და ყვებოდა თავის იმ ემოციურ მდგომარეობაზე, რომელსაც წლების განმავლობაში განიცდიდა, როდესაც კითხვის უნარს ანვითარებდა. იხსენებს მათ შორის იმ ამბავს, რომ მისი მშობლებიც და მასწავლებლებიც ბრაზობდნენ მის ამ სისუსტეზე და მეტიც ასეთ შეფასებებსაც იღებდა, რომ შენ ყოველ წელს უფრო და უფრო ცუდად კითხულობ. ჩემთვის გავდა კითხვის უნარის დაძლევა სწორედ აი ამ ლოდის აგორებას და ეს ამას დასასრული არ ჩანდა. ვხედავდი, რომ ეს იყო უსასრულო გზა, რომელიც იყო ძალიან მძიმე და რთული ჩემთვის. ყურადსაღებია ბავშვების ასეთი თუ მოზარდების ასეთი ემოცია. მე ყოველი შემთხვევაში იმ ძირითად ასე ვთქვათ შინაარს მოგაწვით, რომელიც მიუთითებს ხოლმე ბავშვების დეპრესიულ მდგომარეობაზე, თუმცა აქვე მინდა პოზიტიურად განკაცოთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა საკმარისია, რომ მათ პოზიტიური მოლოდინები შეუქმნათ თავიანთ შესაძლებლობაზე, ზოგჯერ კი მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ სათანადოდ სპეციალისტს, მიმართოთ ექიმს, ხო, მიმართოთ ამ შემთხვევაში ფსიქიატრს. ეს სამი წინადადება კი გამოიყურება ასე, რომელიც ახასიათებს ბავშვების დაწეულ ბუნება განწყობილებას. მათ აქვთ საკუთარ თავზე უარყოფითი აზრები, ნეგატიურად ხედავენ მომავალს, ისინი მიდრეკილი არიან სამყაროსაც უყურებდნენ ნეგატიურად და დეპრესიული ახალგაზრდების უმეტესობას თავიანთ მომავალზე რაიმე დადებითი წარმოდგენა ძალიან უჭირთ რომ გქონდეთ. რადგან თვითშეფასებაზე, რადგან ემოციური მდგომარეობაზე ვსაუბრობ, აქვე მოგეწოდეთ წინადადებები, რომლებიც შეიძლება გამოგვადგეს ბავშვებთან, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ და მზა წინადადებები შემიძლია შემოგთავაზოთ. მაგალითად, ცხადია თქვენ ამას ინტერპრეტაციას გაუკეთებთ, ხო?
თავარი არ დაუძახოთ ამ ბავშვებს ზარმაცი ან გამოუსწორებელი, იმიტომ რომ ამან შეიძლება ძალიან დააზიანოს მათი თვითშეფასება. ხაზი გაუსვით იმას, რომ მას აქვს სხვა უნარებიც, აი ამ კითხვის უნარის დეფიციტური ამ კითხვის დეფიციტური უნარების გარდა, იმიტომ რომ მოსწავლე მხოლოდ ეს არ არის, ხო? და ამავე დროს დააჯილდოვეთ პატარა წინსვლებიც კი ამ მოსწავლეებს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მან უფრო დიდი ნაბიჯები გადადგას თავის წარმატების გზაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი წინადადებები, ძალიან კარგად ხატავ, შენი ნამუშევრები განსაკუთრებულია და მე შემოგთავაზებთ ახლა განსაკუთრებულ ნამუშევრებს სწორედ დისლექსიის მქონე მოსწავლის ნახატების სახით. ყოველთვის საინტერესოდ ვსჯელობ, კარგი იდეები გაქვს. დღეს ძალიან კარგად წაიკითხე, ეს ორი წინადადება მშვენიერი იყო. შენ კარგად მუშაობ და წინ მიდიხარ. მიხარია რომ ვცდილობ და არ ნებდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენ რა გინდა გააკეთო უკეთ? ეს ძნელია, მაგრამ შენ შეძლებ. მოდი ერთად ვიმუშაოთ ამაზე. ნახე ამ ადამიანებსაც ჰქონდათ სირთულეები, მაგრამ თავისი უნიკალური გზით წარმატებას მიაღწიეს და ასეთი ადამიანები ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, ხომ? ალბერტ Einstein, Steven Spielberg, Tom Cruise, Churchill, John Lennon, Agatha Christie და სხვა. აი ეს ის ნახატია, რასაც შეგვირდით და ამ ნახატის ან ასეთი წარმატებების მიღწევის ნაწილში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ადგილი უკავია მასწავლებლებსა და მშრომლებს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი მხარდამჭერი სისტემა, რომ მათ დავეხმაროთ არათუ ამ ბრაზისა და აი ამ შფოთვის დაძლევაში, არამედ მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი ნიჭები კიდევ უფრო მეტად გამოავლინონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისლექსიის მქონე მოსწავლეებისთვის ქულები ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე თავიანთი პროცესი. პროცესში კი შეიძლება გამოვიყენოთ აკომოდაცია. უფრო ზუსტად დაძლევის სტრატეგიებზე ცოტა ხანში მოგახსენებთ, გავამახვილებ ყურადღებას, შევეცადე იქაც ძალიან კონკრეტული რჩევები მომეცა თქვენთვის. ეს ისევ ამ ჩვენი მოსწავლის ნახატს გთავაზობთ და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს შესანიშნავი ნამუშევრებია. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა კლასში? უპირველეს ყოვლისა, კლასში უსაფრთხო და პოზიტიური გარემო უნდა შევქმნათ. თანატოლების განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვეუბნებიან ბავშვები ორივე სახის ისტორიის შესახებ, ერთი რომელიც მხარდამჭერია და მეორე რომელიც პრაქტიკულად ბულინგზე მიუთითებს, ხომ? მხარდამჭერ გარემოში მეგობრებს სხვადასხვა იდეები მოაქვთ ბავშვებთან და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას თავაზობენ. მათ შორის ფონტების შეცვლასაც, მაგრამ ქართულ რეალობაში ასეთი მდგომარეობა ნაკლებად, ასეთი მხარდამჭერი მდგომარეობა ნაკლებად გვაქვს და ხო, ვცდილობენ რომ შესაბამისად, როდესაც უცხო ენის სწავლებაზე მიდგება საქმე, მეგობრების მხარდაჭერა ამაში გამოიყენა. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ბავშვებმა სწორედ კლასში გაკვეთილზე კითხვა შეწყვეტონ იმის გამო, რომ ბავშვებმა გაიცინეს, რომ მასწავლებელმა არასათანადო შეფასება მისცა. ან სახლში მეცადინეობას კითხვაზე, ასე ვთქვათ, დროის გამოყენებას ნაკლები დრო დაუთმოს, ხო, დროის გამოყენებაზე უარი თქვას, იმიტომ რომ მშობელმა სათანადო მიმართულება არ მისცა. ან ის ცუდად კითხულობს, ვიდრე მისი დანძმა და შედარება გააკეთა ამ დროს მშობელმა, ეს ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მისთვის მხარდამჭერი გარემო არ აქვს და ბავშვმა შეწყვიტოს ან მინიმუმზე დაიყვანოს კითხვის პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედაც აი ასეთი სოციალური ურთიერთობების ხელშეწყობა, წეღარაზეც საუბრობდით და ბულინგის პრევენცია. შეცდომების მიმართ უნდა ვიყოთ პოზიტიური. მისი უნიკალურობის ხაზგასმა უნდა შევძლოთ, გავზარდოთ мотивация, სწორედ ისეთი წინადადებების წეღარაზეც გაცნობდით, გამოვხატოთ კეთილგანწყობა და დავეხმაროთ, რომ მიზნები დასახონ მათ. აუცილებლად დავაფასოთ მათი აზრი. მე გეტყვით, რომ ყველა ის ნამუშევარი, რომელიც დღეს წარმოვადგინე პრეზენტაციაში, შეთანხმებულია თავად ბავშვებთან და ცხადია მშობლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების აზრი სწავლის სტრატეგიების დაგეგმვაში, სწავლის პროცესის დაგეგმვაშიც. რა უნდა გააკეთოს მშობელმა? შექმნით მშვიდი გარემო სამეცადინოთ, იყავით თანმიმდევრული და მომთმენი, განავითარეთ დისციპლინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამეცადინეთ რეგულარულად და შეინარჩუნეთ სტაბილურობა. ეს აუცილებელია, კვლევები ადასტურებს იმას, რომ სხვადასხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ჭირდება კითხვის სირთულის განვითარებისთვის ბავშვს, მაგრამ ეს
მხარდაჭერა ვერ იქნება ისეთი მოცულობითი, როდესაც შეიძლება ბავშვი ატარებს კითხვის პროცესში სკოლაში ან მშობელთან ოჯახში, ხო? შეიძლება ფსიქოლოგი კვირაში ერთხელ დაეხმაროს ბავშვს, მაგალითად სპეცმასწავლებელი კვირაში 3-ჯერ, მეტყველების თერაპევტი კვირაში ერთხელ, დამსუბუქებაში უკვე სპეციალისტების დასახელებაც გამომივიდა, ხო, ვინ შეიძლება იყვნენ მხარდამჭერი ადამიანები, მათთვის სპეციალისტები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამტკიცდეს სახლში და თუ სახლში ჩვენ ვიცით ხო როგორია დღევანდელი ასე ვთქვათ სურათი ოჯახში შეიძლება მშობლები სათანადო დროს ვერ ნახულობდნენ ხო იმდენ დროს რამდენიც მათ სურთ თავიანთ შვილებთან ურთიერთობისა თუ მეცადინეობისთვის მაგრამ ნებისმიერი სიტუაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ კითხვის პროცესის განვითარებისთვის მშობლები ზოგჯერ ამბობენ ხოლმე რომ როდესაც მანქანით გადაადგილდებიან ქუჩაში ბავშვი ამოიკითხავს უკვე სახელებს, სხვა წარწერებს და ამით ცდილობენ რომ გაავარჯიშონ კიდეც თავიანთი შვილები. მოკლედ ნებისმიერი გარემო შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხო, კითხვის უნარის განვითარებისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია დრო. სპეციალისტებმა იციან ხო ეს დრო როგორ დაყონ მონაკვეთებად და მნიშვნელოვანია რომ მშობელსაც ჰქონდეს მასწავლებელსაც ხო ესეთი დაკვირვება თუ როგორი სირთულის ნაწარმოების საკითხვის დროს რამდენ ხანში შეიძლება დაჭერდეს მას შესვენება და მნიშვნელოვანია რომ შესვენების დროს მნიშვნელოვნად განსხვავებული აქტივობით დავაკავოთ ბავშვს და შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობა. სწავლისას გამოიყენეთ მრავალფეროვანი ტექნიკები. მუდმივად იქონიეთ კომუნიკაცია სკოლასთან და მასწავლებელთან. მხოლოდ თანამშრომლობით შეიძლება მივახციოთ საერთო მიზანს და უპირველეს ყოვლისა სწორედ სპეციალისტების, ვინც ჩართული არიან ბავშვის კითხვის უნარის განვითარებაში, მთავარი მიზანი უნდა იყოს შეკრას აი ეს კომუნიკაცია და იყოს ეს სწავლის სტრატეგიები ერთმანეთთან შეთანხმებული, რომ ყველა ერთი და იგივე უნარის ან თითქმის ერთ-იგივე უნარის განვითარებაზე მუშაობდნენ. ეს ბევრად ეფექტურია და დროში უფრო კარგ შედეგებს გვაძლევს. აუცილებლად გააკეთეთ მონიტორინგი. ესაუბრეთ სპეციალისტებს, იკითხეთ, რაზე მუშაობენ, რომელი უნარების განვითარებაზე მუშაობენ ისინი, როგორც წეღან გირჩიეთ, ხო, თანხმედრაში მოდით აი ამ არჩევანთან. ერთად შეეთანხმეთ ეს და თუ თქვენ სპეციალისტები შემოგთავაზებენ თავიანთ კურსს, მაშინ თქვენ ეს განამტკიცეთ სახლში. აქ ყველაზე მთავარი კომუნიკაცია არის დეფიციტიც მე პრაქტიკაში მხდება ხოლმე, ამიტომ შევჩერდი ამ ნაწილზე ასე დიდხანს. პრაქტიკულად ხო ეს ალბათ უფრო კარგ შედეგებს მოგცემს თუ კი გათვალისწინებული იქნება. აუცილებლად აწარმოეთ შეფასების ფურცლები. აუცილებლად, იმიტომ რომ შეფასება არის პრაქტიკულად ერთ-ერთი გზა, რომ განსაზღვროს შემდეგი ნაბიჯი. თუ არ გვაქვს წინა ნაბიჯის შეფასებული, ცხადია შემდეგს ვერ გადავდგავთ. ახლა კი დაპირებული დაძლევის სტრატეგიები და ამ დაძლევის სტრატეგიების შემდეგ უკვე ძალიან კონკრეტულ რჩევებს მოგცემთ კითხვის უნარის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს შედარებით ზოგადი სტრატეგიები გახლავთ. მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ კითხვის სირთულეები, ზოგჯერ არარეალისტურ მიზნებს ახავენ ხოლმე. შეიძლება ეს მიზნები ძალიან ლამაზად, ძალიან კარგად ჟღერდეს, მაგრამ არ იყოს მიღწევადი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან შესაბამისობაში, მის უნარებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ ის და დავეხმაროთ ბავშვს, რომ რელევანტური მიზნები შეარჩიოს. თუ მეცადინეობის პროცესში გარე სტიმულები მასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დამხმარე საშუალება. თუ კი ეს ეხება საქმე წიგნს, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფურცელი, რომელიც დაფარავს დანარჩენ ნაწერს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ფანჯრები და ფერადი მარკერები. შეიძლება სახელები სხვაფერად მონიშნოთ, რიცხვები, ციფრები სხვაფერად მონიშნოთ, განმანტებები სხვაფერად მონიშნოთ. ეს ძალიან დაეხმარება, რომ შემდგომში თან თუ ყოველთვის იგივე ფერს გაიმეორებთ, მაგალითად რიცხვების მოსანიშნად, ან განმარტებების მოსანიშნად, ეს გაუადვილებს შემდგომში ახალ სხვა ფურცლებზე იგივე შინაარსთან წდომას. გაკვეთილები უნდა დაიწვეთოს რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული აქტივობებით და ჩვენთან ასე ნაკლებად შეიძლება გავრცელებული იყოს ასეთი კომპიუტერული პროგრამები პრაქტიკულად არც გვაქვს.
ხო, რომელიც ქართული ენის დასწავლაში ასე დაეხმარება სასწავლო პროცესში ბავშვს, მაგალითად საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ შეიძლება იყოს თვითშესწორებადი მასალები, ფურცლები, სადაც უკვე გამზადებულია ცხრილები, რაც ასევე მოსწავლეს გაუადვილებს, მაგალითად რამდენი რიცხვისაგან შემდგარი ციფრი უნდა ჩაწეროს აი ამ გრაფაში, ხო? და შემდეგ უკვე თუ თავისუფალი უჯრა დარჩება, ის მიხვდება, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა. მოკლედ, მზა რესურსების ასეთ შემთხვევაში მიწოდება შეიძლება მხარდამჭერი იყოს ბავშვისთვის. თუმცა აქ უნდა ხაზგასმით ვთქვა ერთ-ერთი მოსწავლის მიერ გაზიარებული ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დისლექსია აქვს, უფრო ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს კითხვაში. ეს შეიძლება მხოლოდ ერთი შემთხვევა და განზოგადებისთვის ძალიან ცოტა, მაგრამ შეიძლება ნიშნეული იყოს იმისთვის, რომ ნებისმიერი დამხმარე საშუალება, ეს შინაარსი იქნება თუ მატერიალური, ხო, არ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მან მოტივაცია დაკარგოს შემდგომ თვითონ შექმნას ისეთი მასალები, ასეთი ფურცლების გამოყენების გარეშე. ის ამბობდა, რომ როდესაც არ იცოდა, რომ დისლექსია ჰქონდა, მას დიდი მოტივაცია ჰქონდა, რომ დაეძლია. ახლა კი ყოველ სხვა გზას იყენებს იმისათვის, რომ კითხვაში აღარ გამოიყენოს დრო. ეს ალბათ ღირს დაფიქრებათ, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი აკომოდაციები და დიფერენცირებული სწავლება მიზანმიმართულად იქნას ბავშვისთვის შერჩეული, მოსწავლისთვის შერჩეული. გამოიყენეთ აუცილებლად აუდიო ჩამწერი მოწყობილობები. წეგან როგორც წავიკითხე, ერთ-ერთი საუბრობდა იმის შესახებ, ეს რომ არ გქონოდა, ალბათ დავიღუპებოდი, ხო? მას შეუძლია მოისმენოს თავდაპირველად თავიდან იგივე რაც მასწავლებელთან მოისმინა და შეიძლება სულაც ხმადაბლად წაიკითხოს, მიყვეს ტექსტ, თუ კი ეს ჩანაწერით ტექსტს მიყვება, ხო? გამოიყენეთ მოსწავლეებისთვის გრაფიკული ორგანიზატორები, როგორც წეგან გითხარით, აი ცარიელი ცხრილებიც. აუცილებლად ნაბიჯ-ნაბიჯ მიაწოდეთ ინსტრუქცია და შეიძლება ეს ინფორმაცია დაყოფილი იყოს მარტივიდან რთულისაკენ, ეს უმჯობესია. დაწერეთ საკვანძო პუნქტები ან სიტყვები დაფაზე წინასწარ, ვინაიდან ამით თქვენ ყურადღებას გაამახვილებთ თავიდანვე, რა სირთულე შეიძლება შეხვდეს ახალი მასალის ახსნისას მოსწავლე. წინა მასალის მიმოხილვაც ძალიან დაეხმარება ბავშვს და ვარსკვლავებისა და სიმბოლოების გამოყენებაც. ასევე შეიძლება და მე მინახავს ასე მაგიდაზე, ბავშვებს აქვთ ასოების ზოლი, რიცხვების ზოლი და მათ კალკულატორის გამოყენების საშუალებაც აქვთ. ეს დიდად ეხმარება კითხვის სიფრთხილის მქონე ბავშვებს. ასევე შეგიძლიათ წინასწარ აჩვენოთ დასრულებული დავალების ნიმუში, რომ ხედვა ჰქონდეს მოსწავლეს რა უნდა მიიღოს ბოლოს, ხო, მისი ნამუშევრის დასრულებისას. და დაიხმარეთ სხვა მისი თანაკლასელები სწავლის პროცესში, ოღონდ ბუნებრივია ეს თანატოლები სისტემატურად უნდა ერთმანეთს სულიდნენ და მათი ინტერესიც უნდა იყოს გამოყენებული, ხო? ბოდიში გათვალისწინებული, მათაც უნდა სურდათ თავიანთ კლასს დაეხმარონ და ეს დახმარება შეიძლება გამოვლინდეს იმაში, რომ ერთმანეთს წავკითხონ ხმამაღლა, ან ერთად დაწერონ მოთხრობა და ერთად იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე. როგორც გითხარით, ბოლოს ჩვენი შეხვედრის ბოლოს მე შემოგთავაზებდით კიდევ უფრო კონკრეტულ რეკომენდაციებს და ახლა უკვე გადავალ სწორედ ფონოლოგიური ანალიზის უნარის განვითარებისთვის საწყის ეტაპზე რა ტიპის დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ დისლექსიის მქონე ბავშვს. მაგალითად, შეიძლება პირველი 100-ს ამოცნობაში დაეხმაროთ ბავშვს და ზოგჯერ თქვენ შესთავაზოთ თქვენივე მაგალითები, შემდეგ კი მას უთხრათ, მითხარი პირველი 100, რომელზეც იწყება სიტყვა კალამი. ანდა რა რომელი საერთო 100 გესმის, რომელი საერთო ბგერა გესმის სამ სიტყვაში ბაღი, ბიჭი, ბურთი. შეიძლება თავდაპირველად მხოლოდ ორი შესთავაზოთ, ბაღი და ბიჭი, შემდეგ კი დაამატოთ მესამე და სხვაც, ხო? ანდა ჩამოთვალე სიტყვები, რომლებიც იწყება 100 თვლზე, ხო? რადგანაც მოგაწოდეთ ეს მაგალითი, რა სიტყვა გამოდის მაგალითად SKOLA და შემდეგ უკვე თუ მოვაკლებთ 100-ს, S-ს რა სიტყვა დაგვრჩება.
აქვე რამდენი ბგერა სიტყვაში მზე და რაც უფრო დრო გადის, ხო, ბუნებრივია ამ ბგერების რაოდენობა იზრდება, თუ თავიდან ჩვენ ერთმარცვლიანი სიტყვებით დავიწყებთ, მერე შეიძლება ცხადია შევთავაზოთ 3 და 4 მარცვლიანი სიტყვებით. ფონოლოგიური ანალიზი არის ის საწყისი, ასე ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელი, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ბავშვს კითხვის უნარის განვითარებისას, შემდეგ კი უკვე ანდა პარალელურად შეიძლება სხვა უნარების განვითარებაზეც ვისაუბროთ, მათ შორის წეგან ორმაგი თეორიის შესახებ როცა ვსაუბრობთ, ვიზუალურ სივრცითი ანალიზის შესახებ ასეთი სავარჯიშოები უამრავი იძებნება ინტერნეტში და შეგიძლიათ სახლში სახალისო სამუშაო პერიოდათაც კი აქციოთ ხოლმე ამ ფურცლების გამოყენება. ბოლოს მიწევს კითხვის პროცესზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩავთვალე, რომ უნდა მომეტანა ეს თქვენამდე. მოდით ვნახოთ, რამხელა პროცესს გავდივართ ჩვენ, როდესაც კითხვას ვიწყებთ. ჩვენ ზრდასრულებისთვის, კითხვა ჩვენთვის ზრდასრულებისთვის კითხვა არ არის რთული პროცესი, ეს ავტომატური პროცესია. ჩვენ აღარ ვფიქრობთ იმაზე, ეხლა რომელი ასო წავიკითხეთ, რომელი ასო შევიმეცნეთ, რასთან შევაერთეთ, მერე რა შინაარსი მივიღეთ და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი მართლაც ძალიან რთული პროცესია და ამ პროცესში მონაწილეობს როგორც მხედველობითი, ასევე მეტყველებით მამოძრავებელი, ასევე მეტყველებით სვანეთი ანალიზატორები და კითხვა უფრო მოგვიანებით, კითხვის უნარი უფრო მოგვიანებით, ასე ვთქვათ, დგება, ხო, ვაღწევთ წაკითხვის უნარის განვითარებას, ვიდრე ზეპირი მეტყველება. კითხვა იწყება ასოების მხედველობითი აღქმით, გარჩევით და ცნობით და ამის საფუძველზე ასოების შეთანხმება ხდება შესაბამის ბგერებთან. შემდეგ აი ეს ბგერად წარმოქმნითი ხატის აღქმა ხდება, ანუ რა წავიკითხე, რა შინაარსი იყო აქ და შემდეგ შინაარსების გამთლიანება უკვე თუ რამხელა ინფორმაციას გავეცანი იმის მიხედვით. კითხვის პროცესი შედგება სტადიებისგან და კომპონენტებისგან. 4 სტადია აქვს: ასობგერითი აღნიშვნის დაუფლების სტადია, თავდაპირველად ასობგერებს სწავლობს ხო ბავშვი, შემდეგ მარცვლოვანი კითხვის სტადია, აღქმის მთლიანობითი მეთოდის ჩამოყალიბების სტადია, როდესაც სიტყვას მთლიანად ამოიკითხავს უკვე ბავშვი და სინთეტური კითხვის სტადია, როდესაც წინადადებებით შეუძლია რომ წაიკითხოს და გააშინაარსოს, ხო? აი ეს სქემებია ერთგვარად, რომელიც შეიძლება სპეციალისტებს დაგვეხმაროს მისათვის რომ რაღაც თანმიმდევრული და სტრუქტურული იყოს კითხვის პროცესი. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ერთდროულად შეიძლება სხვადასხვა სტადიაზეც ვმუშაობდეთ. მაგალითად, ვმუშაობდეთ ასობგერითი აღნიშვნის სტადიაზეც და ამავდროულად მარცვლოვანი კითხვის სტადიაზეც, იმდენად რამდენადაც ზოგიერთი ასო უფრო ძნელად დასასწავლი იყოს. მე ველოდები ალბათ კითხვებს ჩემი პრეზენტაციის დასრულების შემდგომ თვითონ ასოს დასწავლასთან დაკავშირებით და სიამოვნებით შემოგთავაზებთ ჩემს გამოცდილებას შევეცადე ნაწილობრივ ეს კიდეც ამესახა ერთ-ერთ ბოლო სლაიდზე. აქვე უნდა გითხრათ აუცილებლად კითხვის კომპონენტები და ეს არის 5 საყრდენი უამრავი კვლევა შეგვხვდება ამასთან დაკავშირებით, მთელი სასწავლო რესურსები, ტრენინგები, სახელმძღვანელოები აგებულია სწორედ აი ამ კითხვის კომპონენტების გათვალისწინებით და პირველი, როგორც უკვე თქვენ იცით, არის ფონოლოგიური უნარჩვევების განვითარება. ასევე ანბანის ცნობა, შემდეგ ლექსიკური მარაგის არსებობა, ანუ განვითარება, გამართული კითხვა და წაკითხulis გაგებისა და გააზრების უნარი. კითხვის დონეები და ეს კარგად იციან ხო? ქართლის პედაგოგებმა, ასეც შემოგთავაზათ ყოველი შემთხვევისთვის, რომ აი ეს სქემაც თქვენთვის ნაცნობი იყოს, იმისათვის რომ ისევ სტრუქტურირებული იყოს სასწავლო პროცესი, თავდაპირველად ფონოლოგიურ დონეზე ვასწავლეთ ბავშვებს, შემდეგ მორფოლოგიურ დონეზე და ძალიან ხშირად ხდება ჩვენ შეცდომები, როდესაც არასწორად, სწორად შეიძლება დაიწყოს სიტყვა, მაგრამ არასწორად დაამთავროს, მათ შორის შეიძლება ეს იყოს ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, ხო?
დან და ასე შემდეგ დასრულება სიტყვები შეიძლება არასწორად იყოს გამოყენებული. სინტაქსური დონე, როდესაც წინადადებები გრამატიკულად სწორად უნდა აგოს, წინადადებები შეიძლება თავდაპირველად იყოს ორსიტყვიანი, სამსიტყვიანი და შემდეგ გადავდივართ უფრო რთულ წინადადებებზე. სემანტიკური დონე, ტექსტის შინაარსის და კონტექსტის ინტერპრეტაცია უნდა შეძლოს ბავშვმა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დროს ანდაზებზე, იგავარაკებზე და ასე შემდეგ ვისაუბროთ და შევეცადოთ ამ შინაარსებში წვდომა ბავშვებთან ერთად, ცხადია მოსწავლეებთან ერთად და პრაგმატული დონე, სწორედ ამ ცოდნის სწრაფად და ეფექტურად გამოყენება კომუნიკაციის დროს, იმიტომ რომ მე დაახლოებით მე-9-12 კლასელებთან ზოგჯერ ხდება ხოლმე ასეთი ჩივილები, რომ ისინი კრიტიკულ სიტუაციაში უცბად ვეღარ ახერხებენ რაღაცის თქმას. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მაგრამ რაც უფრო მეტად გამეცადინდება მოსწავლე ხო ამ უკანასკნელ ნაწილში, შეიძლება მას უფრო მეტად გაუადვილდეს ვერბალიზაცია მოახდინოს მისი ემოციების, ამოკლედ მსჯელობა და გადაწყვეტილებები მიიღოს. და ერთი განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ყურადღება მინდა თქვენი ამ პრეზენტაციის, ამ სლაიდის ირგვლივ, იმიტომ რომ ის ყველაფერი გასაგებია ჩვეულებრივ კითხვის უნარის დასწავლისას ბავშვები იმ ეტაპებს გადიან, მაგრამ ამ ნაწილს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევ, იმიტომ რომ კითხვის სირთულის მქონე ბავშვებთან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვათა მარაგისა და ლექსიკური ცოდნის განვითარება. ხშირ შემთხვევაში ისეთ სიტყვებს შეიძლება წააწყდეთ, რომ არ იციან, არ აქვთ ამის მნიშვნელობა, რომ გაუცდეთ კიდეც ეს როგორ არ შეხვედრია ერთხელ ან ორჯერ მაინც ხო? რაღაც ყოველდღიურობაში, დიახ, საუბარი მაქვს ყოველდღიურობაში არსებულ ლექსიკურ ერთეულებზე, ამიტომ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება. სისწრაფისა და ავტომატურობის განვითარება, სწრაფი კითხვის უნარი და კითხვის ინტონაციის და რიტმის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ისინი ძალიან დაძაბულები შეიძლება კითხულობდნენ, ნელად და შეცდომით ან სწრაფად და შეცდომით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დაძაბულობას გრძნობენ კითხვის დროს. ძალიან რთული ამავე დროს ინტონაცია დაიცოდა, რიტმის სწორი გქონდეს, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვიმუშაოთ დისლექსიის მქონე ბავშვებთან. გაგება და კრიტიკული აზროვნება. საკითხული შინაარსის გაგება ერთის მხრივ შეიძლება ჭირდეს იმის გამოც, რომ მათ ბევრი არ აქვთ საკითხული და გაკვეთილზეც ან სახლში მეცადინეობის დროსაც სათანადოდ არ ხდება შინაარსებთან მიახლება. ამიტომ მხარდაჭერა აქვს, როდესაც სწორია, მაშინ კარგად ვითარდება არა მარტო საკითხული შინაარსის გაგება, კრიტიკული აზროვნებაც. შემდეგ უკვე მათ უადვილდებათ თავიანთი იდეების იდენტიფიცირებაც ადვილად და შესაბამისობაში არის თუ არა თავიანთ შესაძლებლობასთან ამის გარკვევაც. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება თუ განვითარებულია, ჩათვალეთ, რომ ხო ასეთ შემთხვევაში მათი ნიჭიერება უკვე თავის გზას პოულობს და შემდგომში პროფესიის არჩევისას თუ სასწავლებლის შერჩევისას სწავლებთან პრობლემებს აღარ ვაწყდებით. პრაგმატიკა და ტექსტის სტრუქტურა. ტექსტის ორგანიზაციის და სტრუქტურის აგება. ამის წინ მე მქონდა სწორედ ერთ-ერთი ესეთი ამოცანა თხოვნით მომმართა მოსწავლემ, რომ მესწავლებინა მისთვის ესეს წერა. ხო? და სიამოვნებით და ძალიან მარტივად შეისწავლა მაგალითებზე დაყრდნობით. უნდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან ნიჭიერები არიან მართლაც. ტექსტის სხვადასხვა ტიპის იდენტიფიცირება, როგორი ტიპის ტექსტია, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მომავალში სხვადასხვა პროფესიის დაუფლებისას ისინი ამ ტექსტებს შეხვდებიან. ახლა მე შევეცდები მათი განცდების შესახებ უფრო ღიად მოგიყვეთ. მე ხშირად მესმის ხოლმე განსხვავებული შინაარსები და ძალიან საინტერესო განმარტებები ასოებთან დაკავშირებით და აი წამოგიღეთ თქვენს მაგალითად შ რბილად ითქმება და მარჯვენას გავს. იცოდით თქვენ ეს? წ მაგრად ითქმება და მარცხენას გავს. წითელია, ცივია და მწარია, მარილიანიც. წ ცხლსკენ მიდის, შ კი ჯვულსკენ. ხ ხარკისფერია, მწვანეა. ძ ძროხას გავს და თეთრი კოპლები აქვს. და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ინტერნეტში ასეთი სურათი, უამრავი ძროხის სურათიდან, მან მხოლოდ ის ამოარჩია, რომელიც მას წარმოსახვაში ჰქონდა ძს ასოციაციის ნაწილში. აზე მახსენდება ატომური ბომბი. ბუზეც
ბომბია, ოღონდ ნიანგი ატარებს მას. წ კოსმოსური სკაფანდრია. ძ ძაღლის სახლია. ვ ვაჟას მეტროა. ანუ მეტრო ვაჟებშაველო, მეტროსადგური ვაჟებშაველო, ხო? մ მარკოვკა. ეს ყველაფერი ალბათ თქვენშიც წარმოშობს. განცდას, რომ ისინი საოცარი ადამიანები არიან და მათ იმდენად განსხვავებული საინტერესო ხედვა შეიძლება ჰქონდეთ, რომ მართლაც შეიძლება დადგნენ ისინი არაჩვეულებრივი არქიტექტორები, ხო, თავიანთი განსხვავებული ხედვით, ისინიც ასოებს სპეციფიურად განსხვავებულად აღექვავენ, ხო? და არ მარტო არქიტექტორები, მათი ნიჭიერება უსაზღვროა, აქ ზრდასრული ადამიანებიც მსტუმრობენ ხოლმე და ისინი ძალიან წარმატებულები არიან კომპიუტერულ პროგრამირებაში და ასე შემდეგ. მოკლედ, მათი შესაძლებლობები დამერწმუნეთ უსაზღვროა. და ამაში ალბათ თქვენს ვისაც გამოცდილება გაქვთ ასეთი რწმენა, მინდა სრულიად დაგამშვიდოთ, რომ თვითონ ასოს დასწავლოს დაახლოებით 2-3 კვირა შეიძლება დაჭირდეს ხოლმე, მაგალითად როგორ განასხვავოს ერთმანეთისაგან შ და წ. არსებობს უამრავი თამაში, ზოგჯერ ამ თამაშებს ჩვენ თვითონ მასწავლებლები ვიგონებთ ხო, მოვიფიქრებთ ხოლმე, ზოგჯერ თავად ბავშვებმა შეიძლება შემოგთავაზონ და აი სულ ერთ წუთში შეიძლება თხოვნის თანავე მოსწავლემ სწორად დაწეროს ეს არც თუ ისეთი ადვილად დასაწერი სიტყვაა, ხო? მაგრამ პირველი ხაზი შეცდომით, მეორე ხაზი შეცდომით, მესამეში მხოლოდ ს, მაგრამ მან უკვე პრაქტიკულად სწორად დაწერა. მოკლედ, გჯეროდეთ მათი შესაძლებლობების და